რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს მუზეუმში დაცული კოლექციები და ისტორიები, გმირობის და თავდადების მაგალითები მრავლად დაგვიტოვეს წინაპრებმა. სწორედ ასეთ ფაქტებს აგროვებს მუზეუმი და ცდილობს წარმოაჩინოს. ფართო საზოგადოებას გააცნოს. მე გახლავართ დავით ოყუჯავა, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელმძღვანელი. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ დადიანების სასახლეთა მუზეუმში დაცულ მონეტებზე და ქაღალდის ფულზე. ნუმიზმატიკა ისტორიული მეცნიერების დამხმარე დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის მონეტებს, მედლებს, ორდენებს. ბონისტიკა ისტორიის ერთ-ერთი დისციპლინა, შეისწავლის ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის ფულს. სასახლეში ინახება მონეტების და ქაღალდის ფულის 1000-მდე ნიმუში. დეტალურად შესწავლილი და მეცნიერული კვლევის საგანი კოლექცია ჯერ არ ყოფილა. მართალი გითხრათ, მუზეუმში დაცული მონეტების კოლექცია ჯერ გამოფენილიც არ ყოფილა. მუზეუმში მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია და იმედი გვაქვს 2024 წლის საზაფხულო სეზონზე ჩვენი დამთვალიერებელი შეძლებს იხილოს მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექცია და ქაღალდის ფული. ნუმიზმატიკის ფონდში დაცული ობიექტების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მხოლოდ მუზეუმის დარგობრივი ან ძირითადი წიგნები. წიგნებში ვკითხულობთ მონეტის დასახელებას, მოკლე აღწერას და ხშირ შემთხვევაში მუზეუმში ობიექტის შემოსვლის თარიღს. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ექსპონატის აღწერას ემატება შემომწირველის ვინაობა. ასეთი რამოდენიმე შემომწირველი დაფიქსირებულია აკაკი ჭანტურიას დროიდან. აღწერილია სად, რა ვითარებაში და როდის იპოვეს ესა თუ ის მონეტა. მაგალითად, სოფელ ერგეტაში მცხოვრებმა კვარაცხელია გიორგიმ საკუთარი კარმიდამოს უკანა მხარეს მიწაში იპოვა თურქული მონეტების განძი, რომელიც შედგებოდა 300-მდე მონეტისაგან, 300-მდე ვერცხლის მონეტისაგან და მუზეუმს ჩააბარა. მუზეუმის კოლექცია ნამდვილად მრავალფეროვანია. დავიწყებ, რა თქმა უნდა, კოლხური თეთრით. კოლხური თეთრის სხვადასხვა ვარიაციები ინახება მუზეუმში. მათ შორის არის ნახევარდრაქმა. ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი, რევერსზე ხარის თავი. ასევე მუზეუმის კოლექციაში დაცულია პანტიკაპეონი, ძველ წელთაღრიცხვამდე 320-325 წლებში, ბოსფორის სამეფო, ბრინჯაო. ავერსზე გამოსახულია წვეროსანი სატირის თავი, აბურძგნული თმითა და ცხენის წაწვეტებული ყურით. 3/4-ზე მარცხნივ. რევერსზე ხორბლის თავთავზე მდგომარე გრიფონი, შუბით ნისკარტში და აწეული წინა თათით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მუზეუმში დაცულია თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის მონეტა. პოლონეთის მეფე ზიგიზმუნდ მესამის მონეტა, საფრანგეთის მეორე იმპერიის მონეტა 1854 წელს გამოშვებული, 1856 წელს გამოშვებული, იგივე საფრანგეთის მეორე იმპერიის მონეტა. ასევე 55 წელს გამოშვებული 5 სენტიმი საფრანგეთის მეორე იმპერიის. ასევე 1875 წელს გამოშვებული ბრიტანეთის სამეფო მონეტა. იტალიის მეფის ვიტორიო ემანუელ მეორეს მონეტა 10 სენტისიმო 1866 წელს გამოშვებული. ნაპოლი. იგივე მონეტა 1867 წელს გამოშვებული. საფრანგეთის მეორე იმპერიის მონეტა 5 სენტიმი ნაპოლეონ მესამეს გამოსახულებით. ასევე ბრიტანეთის მეფე გეორგ მეხუთეს გამოსახულებით 1914 წელს გამოშვებული მონეტა. მუზეუმში ინახება მედალი საიუბილეო ესპანეთის მეფის ფერდინანდ მეშვიდის და ელიზაბეტის ქორწინების აღსანიშნავად გამოშვებული 1816 წელს. ასევე საბერძნეთის სამეფო მონეტა ოტო პირველის გამოსახულებით. 5 ლეპტა გახლავთ ფულის ერთეული. ბრიტანეთის სამეფო მონეტა ნახევარი პენი, ბელგიის სამეფო მონეტა, ავსტრიის, შვეიცარიის, უნგრეთის, ასევე გერმანული მედალი 1850 წელს გამოშვებული. ასევე მუზეუმში ინახება გედერის 10
ფენინგი 1968 წელს გამოშვებული. მუზეუმში მრავლად ინახება ბიზანტიური მონეტები, კეისრების გამოსახულებით. მათ შორის ერთი პოლისი მიხეილ მეოთხე პაფლაგონელის გამოსახულებით მე-11 საუკუნის. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მონეტა 20 ჰელერი. ჰელერი ასევე გახლავთ ფულის ერთეული. მაგალითად, მხოლოდ ფულის ერთეულების დასახელებები, რომ წავიკითხოთ და გავეცნოთ. ჰელერი, ფენინგი, კროიცერი, ჰილერი, კრონი, ერთი ერე, ესეთი ფულის ერთეული გახლავთ. ასევე პემი, ფინური მონეტა 1 პემი 1855 წელს გამოშვებული. მუზეუმში ასევე გვაქვს ავსტრიის იმპერიის მონეტა 2 ჰელერი 1911 წელს გამოშვებული. ასევე 1913 წელს გამოშვებული ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მონეტა. გერმანია ვაიმარის რესპუბლიკა 5 რაიხსფენინგი 1936 წელს გამოშვებული. იუგოსლავიის სამეფო მონეტა 1920 წელს გამოშვებული პეტრე პირველის გამოსახულებით. ჩეხური მონეტა 1 კრონა 1942 წელს გამოშვებული. ასევე 1951 წელს გამოშვებული ჩეხური მონეტა 50 ჰალერი. რუმინული მონეტა 20 ლეუ. საინტერესო დასახელება არის ფულის ერთეულისთვის. ლეუ 1942 წელს გამოშვებული. ასევე მუზეუმში მრავლად ინახება ქართული ფული, 2 აბაზი, მაგალითად, ავერსზე გვირგვინი, პალმისა და ზეთისხილის ტოტები, ქართული წარწერით ტფილისი, რევერსზე ქართული ზედწერილი, ქართული თეთრი, ჩყდ, რუსული ზედწერილი, ზარაფის ინიციალები, ასევე უზართუნი, ანუ 10 კაპეიკი, ავერსზე გვირგვინი, პალმისა და ზეთისხილის ტოტები, ქართული ზედწერილი, ფილისი, რევერსზე ქართული ზედწერილი, მუზეუმში ინახება ერეკლე მეორის მონეტა, გიორგიევსკის ტრაქტატის შემდგომ გამოსული 2 თავიანი არწივის გამოსახულებით და ასევე ტრაქტატის დადებამდე გამოსული ერეკლე მეორის წარწერით. ქართული თეთრი მრავლად არის ჩვენს მუზეუმში დაცული. ასევე მუზეუმში დაცულია რუსული მონეტები. როგორც უკვე მოგახსენეთ, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მონეტა არის ჩვენთან დაცული. ასევე მრავლად არის სხვადასხვა კეისრების გამოსახულებით. მაგალითად, კეისარ ადრიანეს მონეტა, ბაქარ მეფის მონეტა, ასევე მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის მშვენება გახლავთ შესანიშნავად დაცული თამარ მეფის მონეტა. ასევე მინდა რამოდენიმე სიტყვით შევეხო მუზეუმში დაცულ ქართულ ქაღალდის ფულს. მუზეუმში ინახება საქართველოს რესპუბლიკის ბონი 50 მანეთი 1919 წელს გამოშვებული. ასევე საქართველოს რესპუბლიკის ბონი 100 მანეთი 1919 წელს გამოშვებული. ასევე მუზეუმში ინახება საქართველოს რესპუბლიკის 1 მანეთი 1919 წელს გამოშვებული. მუზეუმში ასევე ინახება საკმაოდ უცნაური, უჩვეულო ქაღალდის ფული, ამიერკავკასიის ССР ფედერაციული ფულის ნიშანი 1 მილიარდი მანეთი 1924 წელს გამოშვებული. ფაქტიურად წარმოიდგინეთ, ერთი ქაღალდის ფული ნომინალით 1 მილიარდი მანეთი. მუზეუმში ინახება 10-მდე მასონური ჟეტონი, ფრანგული მასონური ჟეტონი, ძირითადად ფრანკო-მასონური მედალი, მასონური ლოჟის ჟეტონი მე-19 საუკუნე. დარწმუნებული ვარ, ეს გახლავთ საქართველოში მასონური მედლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექცია. ზოგადად, მასონური მედლები მუზეუმებში იშვიათობაა, ხშირად არ გვხვდება. სამწუხაროდ უცნობია მუზეუმში ამ მედლების შემოსვლის ვითარება. რა ვითარებაში შემოვიდა ეს ექსპონატი მუზეუმში, ვისი ნაქონია, ვარაუდით რა თქმა უნდა არსებობს რამოდენიმე ვერსია და ძირითადად ეს ვერსიები უკავშირდება დადიანებისა და მიურატების დაქორწინებას, დანათესავებას. ფრანკო-მასონური მედალის ავერსზე გამოსახულია ფრანგული წარწერა დირექტორიე დე ბურგუნდე. შუაში ფერფლიდან აღმზრდარი ფენიქსი და ქვემოთ წარწერა პერიტ უტ ვივატ, რაც თარგმანში ნიშნავს ის იღუპება, რათა იცოცხლოს. ნამდვილად უხდება ასეთი წარწერა ფენიქს. რევერსზე გამოსახულია მასონური სიმბოლოები, წინ საფარი, მსხვრის ბეწვი, შუაში ფარზე გამოსახულია თავის ქალა და წარწერა M წერტილი O წერტილი A წერტილი I წერტილი. მართალი გითხრათ, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი გადაცემის მიზანი გახდათ ჩვენი მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. გვეთქვა რადიო ათინათის ეთერის დახმარებით, თუ რა სახის მონეტები, რომელი ქვეყნის მონეტები ინახება დადიანების სასახლეთა მუზეუმში. როგორც უკვე მოგახსენეთ, კოლექცია არ არის მეცნიერულად შესწავლილი და ელოდება მკვლევარს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იქნება თანამშრომლობა და იმედი გვაქვს, რომ ამ გადაცემის შემდეგ დაინტერესება იქნება ჩვენი მუზეუმის
ნუმიზმატიკური კოლექციის მიმართ და გამოჩნდება მკვლევარი, რომელსაც აინტერესებს ეს საკითხი და დაეხმარება მუზეუმს დეტალურ კვლევაში საკუთარი კოლექციის. დღეს ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვისმენდით, მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.